Shalom, მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას ახალი წელი, ვინც აღნიშნავთ ამ დღესასწაულს, მინდა გისურვოთ ყოველგვარი ბედნიერება, სიკეთე, რაც იმ წელიწადში არ გამოგივიდათ. ღმერთმა ამ წელიწადში აგისურვოთ ყველას, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, დანარჩენს თქვენით მიგეხციოთ შემოგარგებულნი. მაშასე დღეს მე მინდა ძალიან მოკლედ გესაუბროთ ერთი საინტერესო რამე. ჩვენ წინა ორი ვიდეოს თუ დააგვიდით, საუბრობდით დაბადების წიგნის ირგვლივ. დაბადების წიგნი შემოგარგებო ეს უნიკალური წიგნია. უნიკალური წიგნი იმით არის, რომ ის არის გასაღები მთლიანი ბიბლიის. თუ ჩვენ მინდა ბიბლია გავიგოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდოთ დაბადების წიგნი. აგრეთვე თუ ჩვენ მინდა გავიგოთ ეს ხატალოგური მოვლენები, რომლებიც მომავალში იქნება, ამ ეს ხატალოგური მოვლენების გასაღების დაბადების წიგნში შემოგარგებო. წინა ვიდეოში თქვენ უყურეთ, მე გითხარით ბიბლიაში დამალული სახელები, რომელიც იესო ქრისტესზე მიუთითებს. დღეს მე მინდა კიდევ 4 სახელი განგიმართოთ, რომელიც დაბადების მე-14 თავში არის აღწერილი, რომელიც გვეუბნება წინასწარ მეტყველად ეს ხატალოგიური მოვლენებს. ძალიან საინტერესოა, მერწმუნე შემოგარგებო, ეს არის ის დამალული გასაღები, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ვინც ორიგინალ ენაზე კითხულობს, ორიგინალი ენა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ებრაული ივრითი, რადგანაც ივრითულ ენაზე დაიწერა ბიბლია და ამ ებრაული ენის ცოდნა გვაძლევს იმ ტექსტის გაგების საშუალებას, იმ სიღრმეების გაგებას, რაც სამწუხაროდ თარგმანში არ ჩანს და თარგმანში ვერც გამოჩნდება ეს. მაგრამ ორიგინალ ტექსტში ეს არის. მაშასე მე მინდა დღეს განგიმართოთ 4 მეფეს სახელი, რომელიც ხდება დაბადების მე-14 თავში, რომლებმაც აბრაამს შეებრძოლა და დამარცხდა. ეს ისტორია შემოგარგებო, ეს კონტექსტია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელადალ დღეს ეს ხატალოგიურ ეპოქაში ჩვენ ცხოვრობთ, ეს ხატალოგიურ მოვლენებში ცხოვრობთ ჩვენ და ეს არის კონტექსტი იმისა თუ რა ხდება დღეს. თუ ჩვენ მინდა გავიგოთ რა ხდება დღეს და რა დროში ვცხოვრობთ, მისი კონტექსტი, მისი ფესვი უნდა ვიცოდეთ და მისი ფესვი და კონტექსტი არის ამ დაბადების მე-14 თავში და იმალება ამ მეფეების სახელში. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ასია. მაშასე დაბადების მე-14 თავის პირველი მუხლის ასე იწყება. მე ძალიან მოკლედ შევეცდები გესაუბროთ ამ სახელების განმარტება მოგცეთ. ეს ვიდეო იქნება 2 ნაწილად დაყოფილი. მეორე ვიდეოში ჩვენ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამას ყველაფერს. რა შეიძლება ჩვენ პრაქტიკულად ჩვენ გამოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში და დავდერგოთ ამ ყველაფრის ცოდნა, მაგრამ მე მინდა დღეს უბრალოდ დაგანახოთ ამ ტექსტის ეს ხატალოგიური სურათი. მაშასე დაბადების წიგნის მე-14 თავის პირველი მუხლი. შენყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელიასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფე და თითყალმა გოიმის მეფემ. ესია პირველი მუხლი. აქ არის 4 სახელი ნახსენები და მოდი გავმართოთ ეს 4 მეფეს სახელი რას ნიშნავს. პირველი ამრაფელი ნიშნავს ბუკვალურად სიტყვების გამრჩევი. სხვა კომენტატორები თავაზობენ, რომ ამ სიტყვების გამრჩევში იგულისხმება გზის ამრჩევი და ეს იყო ბაბილონიდან წამოსული მეფე. ბაბილონის პირველი მეფე, თქვენ ვიცით, ეს იყო ნიმროდი, რომლებიც და თქვენ იცით, რომ სახელი ნიმროდი ითარგმნება როგორც მეამბოხე. ანუ მეამბოხე მეფის ქალაქიდან წამოსული სხვა მეფე, რომელიც არის სიტყვის გამრჩევი და სხვა თარგმანის გვაძლევს ამას გზის ამრჩევი. სიტყვის გამრჩევი, რომელიც უღმერთო სიტყვებს ლაპარაკობს, აქ იგულისხმება და გზის ამრჩევი, რომელიც უღმერთო გზას ირჩევს. ეს ერთი მნიშვნელობა. მეორე მეფე ჩვენ ვხედავთ, აქ არის არიოქი. არიოქი ნიშნავს ლომების დამარცხებელი, ლომის დამარცხებელი. მოვთქვათ ასე. უკვალოდ. მესამე მეფე, რომელიც ჩვენ არის, აქ არის
ქედლაღომერი ნიშნავს ბატონობისათვის მცხოვრები. ანუ ამ ადამიანის სახელი გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რათა იბატონოს. და მეოთხე, თითყალი ნიშნავს მწვერვალების შემცნელი. სხვა თარგმანი, მაგალითად, რაბი იცხაკ ბენ აბრანაველი ესეთ თარგმანს გვაძლევს ამ ტექსტს და გვეუბნება, ეს არის ერების მეფე. და ამ ერების მეფობაში იგულისხმება მეფე, რომელიც იდეოლოგიას აძლევს ერებს, თუ როგორ იცხოვრობს. ანუ მეფე, რომელიდანაც მოდის რაღაც იდეოლოგია და ამ იდეოლოგიას თავს ახავს ერებს. ეს არის რაბი იცხაკ აბრანაველის კომენტარი. ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარია დაიმახსოვრეთ. მაშინ ეს სიტყვები ჩვენ რო ახლა შევაერთოთ, ეს 4 მეფის სახელი გამოდის ესეთი წინადადება, რომელიც ჩვენ გვიხატავს ეს კატალოგიურ სურათს. მეკითხარით, სახელი ნიმროდი ნიშნავს მეამბოხის. აი ნახეთ როგორ წყობა. ვიამბოხები ღმერთს ვირჩევ გზას, რათა გამგვიმირო ლომი და ვიბატონო ხალხზე, რათა იცხოვრონ ჩემი იდეოლოგიით. ლომი აქ იგულისხმება იესო ქრისტე და იუდას თომი. ებრაელი ხალხი იგულისხმება. ყველა ეს ხალხი მეფე შეებრძოლა აბრაამს და დამარცხდნენ აბრაამთან ბრძოლაში. ეს სახელები მეკითხეთ, ეს კატალოგიური, ანუ მომავალს გვიჩვენებს. მომავალს გვიჩვენებს, ეს არის ზუსტად ის ხილვა, რომელიც დანიელმა იხილა. ყველა ეს არის 4 სამეფო, რომელიც მოდის და მომავალში იქნება, რომელიც იყო ჩვენ დროს უკვე, ჩვენ უკვე გავიარეთ ეს ეპოქა, მაგრამ თქვენ გასწორეთ, რომ ეს იწერებოდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ისრაელის ერი ახალი შექმნილი იყო. უდაბნოში იყვნენ ჯერ კიდევ, დაბადების წიგნზე იწერებოდა. მაშასე პირველი მეფე სიმბოლიზირებს ბაბილონს, მეორე მეფე სიმბოლიზირებს მიდიას სპარსეთს, ლომების სიმბოლო ეს სპარსეთის სიმბოლოა საერთოდ კიდევ ესეთი ვიღებთ. ბატონობისათვის ცხოვრები, ეს არის საბერძნეთი, საბერძნეთის სწავლება იყო, ფილოსოფიური სწავლება არის ზუსტად ის, რომ იბატონოს. თითქალი მწვერვალი, ანუ ადამიანი, რომელიც ახავს თავის იდეოლოგიას, თავის ცხოვრების წესს და თავის ცხოვრების კულტურას, ეს იყო რომი. ეს 4 იმპერია, რომელიც ჩვენ გვხვდება და რომელიც იხილა დანიელმა თავის სურათში, ყველა 4 იმპერია ატარებდა ამ სახელის მნიშვნელობას. ანუ მათი მთავარი ნიშანი იყო ამ სახელებში დამალულისა. ბაბილონი პირველი იყო, ვინც ეამბოხებოდა ღმერთს და აირჩია უღმერთო გზა. ლომების დამარცხებული მიდია სპარსეთი, რომლებიც ებრძოდებოდნენ ისრაელის ერს და ებრაელ ერს, ყოველთვის ისინი. დღევანდელი სირიაც ამიტომ ეწინააღმდეგებოდა თავისი იდეოლოგიით ეწინააღმდეგება ისრაელს და ებრაელ ხალხს. საბერძნეთს უნდა რომ ებატონო ისრაელისათვის და მაკაბელთა ომები ამას მოწმობს. რომის იმპერიამ საბოლოოდ მოახვია თავისი იდეოლოგია არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ მსოფლიოს. შემდეგ ვიდეოში ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამაზე ყველაფერზე, ჩვენ ცხოვრებაში რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ეს სახელები რას გვეუბნება, რადგან ამ სახელებს კიდევ მნიშვნელობა არის იგივე დაკავშირებით ჩვენ შინაგან მეუბნებასთან. ყველაზე საინტერესო რა არის იცი, ჩემო კარგებო, რომ ამ სახელებში კიდევ რაჩანს იცი ადამიანის მშვინიერი მხარე. თუ ჩვენ დაკვირვებული ვართ ბიბლიურ სახელებში, ყველა ბიბლიური სახელი, რომელიც ბიბლიურ გმირებს ერქვა, ისინი გარკვეულწილად იყო დაკავშირებული ღმერთთან. ანუ ღმერთთან სულიერ სამყაროსთან, ღმერთის შემეცნებასთან. მაგალითად აბრაჰამი, იოხანანი, იეშუა, ეს ყველა სახელები არის გარკვეულწილად ღმერთთან დაკავშირებული. მაგრამ ეს სახელები არც ერთი არ არის ღმერთთან დაკავშირებული, ეს სახელები არის ზუსტად ის, რომ ადამიანის დაცემულ ბუნებას, მშვინვას ვისახავს. რომ ეს ადამიანი არ მშვინვია და ეს ადამიანები არ უღმერთო ცხოვრობენ. ამაზე ჩვენ შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებთ, ჩვენ ყველაფერს უფრო დააწრულებით, მაგრამ დღევანდელი დღეს ვიდეო მინდოდა რომ თქვენთვის და მეჩვენებია. ამ 4 მეფის სახელის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ ხედავთ, არის ეს კატალოგიური მნიშვნელობით
რომელიც გვიჩვენებს მომავალ სულაც. ის რაც გაიარა კაცობრიობამ და რაც უნდა გაიაროს კიდევ კაცობრიობამ. ეს სისტემა, რომელიც არის ბოლო მეოთხე სისტემა, ამაზე კიდევ ჩვენ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ, რას ნიშნავს იდეოლოგიის თავისი ცხოვრების წესის მოხმობა. რადგანაც ანტიქრისტეს მხეცის სისტემა ზუსტად ამაზეა გათვლილი. და ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებთ ჩვენ. მაშასე, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ ჯერჯერობით ერთი ვიდეოს ჩავწერთ და მეორე ვიდეო ის იქნება ამ ვიდეოს გაგრძელება და მეტი არ ვიცით როგორ იქნება. ჩვენ არანაირი დაფინანსება არ აქვს, არ გეგონოთ რომ ვიღაცებმა რო თქვენს რომ ვიღაც რაღაციდან ფინანსებით, არავისგან ჩვენ არ ფინანსდებით. ეს ამას ვაკეთებთ ჩვენი ენთუზიაზმიდან გამომდინარე ყველაფერს. თუ თქვენ გინდა ჩვენ ფინანსურად გვეჩინაგეთ ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება რეკვიზიტები, ჩვენი საბანკო ანგარიშები და ჩვენი თხოვნა არის ილოცოთ ჩვენზე. რათა არ გვინდა რომ ეს არხი გაჩერდეს, მაგრამ თუ სახსები არ გვექნება, მოგვიწევს გაჩერება. მაშასე კიდევ ერთხელ გილოცავთ. გაგრძელება იქნება.